ხმაური მანამდე პარლამენტის სასესიო დარბაზშიც იყო, სადაც 75-58-ის წინააღმდეგ დეპუტატებმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო წინადადებასთან შედარებით ბესელია ფოფხაძე სესიაშვილის კანონპროექტისთვის გადამწყვეტი 14 ხმა აღმოჩნდა. კენჭისყრის და მისი შეფასებების შესახებ თეონა ხარაბაძე ქუთაისიდან ისაუბრებს. ხანგრძლივი და ხმაურიანი განხილვის შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მიიღო მოსმენებთან დაკავშირებით კანონთა პაკეტი. დეპუტატებმა უპირატესობა მიანიჭეს ბესელია ფოფხაძეს სესიაშვილის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღები უნდა ქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. თუმცა დეპუტატებმა ჩააგდეს ვახტანგ ხმალაძის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პერსონალური მონაცემებზე წვდომა უნდა ქონოდა მარეგულირებელ კომისიას. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით დაკანონდა ფარული მოსმენები. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენა, ეს იქნება მისი უფლება. პარტია თავისუფალ დემოკრატებში განმარტავენ, რომ პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო აუცილებლად უნდა დაადოს. ის ვერსია, რომელიც მომზადებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელიც მიიღო პარლამენტმა, ცალსახად აჩვენებს იმას, რომ უბრალოდ კანონურ მოსმენებთან დაკავშირებით ყველაფერი გაგრძელდება ისე როგორც ეხლა არის, რაც ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია მოусმინოს ყველას. ჩვენ მივიღეთ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, სადაც ნამდვილად დაცულია ბალანსი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, კერძოდ პირადი ცხოვრების უფლებას და ასევე უფლებას იყო დაცული დანაშაულისგან, იყო დაცული, ესე ვთქვათ, საფრთხეებისგან და უსაფრთხო გარემოში იცხოვრო. მე მგონია, რომ იქნება ლოგიკური, რომ დაადოს ვეტო, რადგან ბესელიას მიერ შემუშავებული კანონპროექტი არის გაცილებით უფრო უარესი, ვიდრე ის პრინციპი, რომელზეც მართალია ვადის შესახებ, მაგრამ მან დაადო ვეტო, ეხლა ეს არის გაცილებით უფრო ძიმე შემთხვევა ამ კანონის მიღება. სამარცხვინოს უწოდებს პარლამენტის გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორი. როგორც ისინი აცხადებენ, წვდომა პერსონალურ მონაცემებზე არ უნდა ქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუმცა ისინი ელოდებიან კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენას. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მათ მიმართონ პრეზიდენტს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადოს. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ მოქალაქე ბევრად უფრო მოწყვლადია, ვიდრე იყო 2 და 3 წლის წინ, იმიტომ რომ ამ კანონით ყველაფერი არის ფაქტურად ღია და რისიც გვეშინოდა, რასაც ვაპროტესტებდით, იმაზე უარესი გადაწყვეტილება მიიღო დღეს პარლამენტზე. ეს არის პარადოქსი, ამას აბსოლუტურად არ ველოდი. სამარცხვინო გადაწყვეტილება სირცხვილი არის, ეს რაც დღეს ჩვენ მივიღეთ. არ ვიცი ხა ამას რა დავარქვა, მე ვარ გაოგნებული, მართალი გითხრათ. მენიშნა ის, რომ ქალბატონი ეკაბესელი აპირებს 45 წუთში კომიტეტზე ამ საკითხის გავლას, არის ძალიან ბევრი მუხლი და ძალიან მეეჭვება თუ ამის სიღრმისეული განხილვა მოხდა 45 წუთში მოხდეს და დღესვე მეორე მოსმენით უკვე ამ კანონპროექტის მიღება, ეს მიანიშნებს იმას, რომ ისინი რაღაც გარკვეულწილად უკვე აპირებენ, რომ ზედაპირულად მოხდეს ან განხილვა, ან მზად არიან, ან დარწმუნებულები არიან, რომ არაფერი არ შეიცვლება. მთელი დღის განმავლობაში კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს ეკა ბესელია და მურმან დუმბაძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ბესელიამ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლები ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდნენ, ისინი ნაციონალურ მოძრაობასთან გაიგივდებოდნენ, რასაც უკმაყოფილება მოყვა მურმან დუმბაძის მხრიდან. დუმბაძე აცხადებს, რომ ეს კანონპროექტი დაწერილი არის შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს არ არის ეკა ბესელია სესიაშვილ ფოფხაძის ვერსია, ეს არის მთავრობაში დაწერილი ვერსია შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეს კანონპროექტი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტი. მე ამ კანონპროექტს ხარს არ დაუჭერდი, რომც არ იყოს ხმალაძის კანონპროექტი. მე მაინც წავიდოდი წინააღმდეგი. მოსმენებთან დაკავშირებით კანონთა პაკეტის განხილვა გაგრძელდება მეორე მესამე მოსმენით უკვე კომიტეტებში. საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს კანონპროექტის მიღება შემჭიდროებულ ვადებში, რადგან კანონპროექტის მიღებამდე რამდენიმე დღე არის დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ ეს ვადა 1 დეკემბრამდე იწურება.